ამინდის გაუარესებაც ხშირია და შესაბამისად გაცილებით უფრო მეტი ყურადღება უმართებს ავტომობილის მართვის. მთელი რიგი გამოწვევების წინაშე ვდგავართ ხოლმე ზამთარში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მტკივნეული თემაა, რასაც უნდა შევეხოთ, რადგან ავარიების დროს დაღუპულთა მაჩვენებელი კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება, საშუალოდ მსხვერპლთა რაოდენობა წლიურად 500-ს აღწევს, თაკო რაც ძალიან ბევრია ნებისმიერი ქვეყნისთვის და მით უმეტეს ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის. მოკლედ, მე ვფიქრობ, რომ საგანგაშოა ეს ციფრები და საყურადღებო რაც თავარია, რას ნიშნავს უსაფრთხო მგზავრობა და რა იწვევს ძირითადად ავტოსაგზაო შემთხვევებს. თემაზე სასაუბროდ, რა თქმა უნდა, მოვიწვიეთ ავტოექსპერტი ზურა ბეჟაშვილი. ბატონო ზურა, მოგესალმებით. ძალიან ბევრი საინტერესო კითხვა გვექნება, ბატონ ზურა. წელს პირველად ხვდებით, საინტერესოა ყოველთვის თქვენი მოსმენა და მოკლედ დავიწყოთ პირდაპირ რეკომენდაციებით, მით უფრო რომ ჩვენ იმ ციფრებს გავუსვით ხაზი, რომელიც ძალიან საგანგაშოა, ხო, ნებისმიერი ქვეყნისთვის, მათ შორის ჩვენ. საინტერესო რეკომენდაციებს ველოდებით, როგორც ყოველთვის თქვენგან. იმიტომ რომ უსაფრთხო მგზავრობა და გადაადგილება არის ყველას ამოცანა ბუნებრივია, შესაბამისად, უნდა ვიცოდეთ სხვა გარემო პირობებში, ასე ვთქვათ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ და იგივე როგორი უნდა იყოს ჩვენი მანევრი. მაგრამ მაინც დავიწყოთ იმ წელიწადის იმ პერიოდიდან, რომელშიც ვართ ახლა, ხო, მოყინულობა არის ხშირად გზაზე, თოვლი და ასე შემდეგ. პირველში მოგესალმებით, რომელიც ესებს ხოლმე ჩვენს მხედველობას და მოდი დავიწყოთ. ზამთრის სალმებით თქვენს მაყურებელს. დავიწყოთ რა თქმა უნდა საგზაო ანუ ავარიების გამოწვევი მიზეზები. არის ჩვენი ძირითადი თემა, მაგრამ მოდით დავიწყოთ რას ნიშნავს უსაფრთხო მგზავრობა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და შეიძლება ითქვას რომ უმთავრესი მძღოლის გამოცდილებას და ცოდნას. ბევრს გაუკვირდება ალბათ რაშუაში. იცით რა, თეორიული ცოდნა თუ არა აქვს მძღოლს, რამდენი წელიც არ უნდა მართავდეს ის ავტომობილს, აი იცით რომ შეიძლება 3 წელი, 4 წელი იაროს და არაფერი, მაგრამ ექსტრემალურ სიტუაციაში როგორც კი მოხდება, უკვე არ იცის რა უნდა გააკეთოს, ხო? ამიტომ თეორიული კურსი უნდა ქონდეს გავლილი მას და შემდეგ უკვე პრაქტიკული და ეს არის ძალიან ძლიერი რამ. შემდეგ მოდის რა თქმა უნდა ტექნიკური მდგომარეობა ავტომობილის. კლიმატური პირობები, როგორც ვაშამ აღნიშნა, ხო? თუ არის მზიანი ამინდი და ასფალტის საფარი არის იდეალური, თუ არის მძღოლი მაღალი კვალიფიკაციის და ავტომობილიც არის ტექნიკურად გამართული, ჩვენი მგზავრობა არის მაქსიმალურად უსაფრთხო. მაგრამ თუ ერთ-ერთი კომპონენტიც ამოვაგდეთ აქეთ. აი ეს მიზეზები, რომელიც ეკრანზეც გადის და შესაბამისად მაყურებელიც დასვენებული მძღოლი, რას ნიშნავს? აუცილებლად რახან მოდით მივყვეთ ესე. კი, თანმიმდევრულად რომ მივყვეთ. არის ესეთი მომენტი, როდესაც ჩვენ გზნობთ, რომ აი ისეთი დაღლილი ვართ, რომ უკვე შეიძლება თვალები გვეხუჭება, ხო? აუცილებლად ავტომობილი უნდა გადავაყენოთ ჩვენ უსაფრთხო ადგილას და პირველ რიგში რასაც ვაკეთებთ ამის შემდეგ. ფანჯრები უნდა ჩამოვწიოთ რამდენიმე, ანუ 2 სანტიმეტრით. ყველა ფანჯარა აუცილებლად. რომ არ მოხდეს უბედური შემთხვევა და ეს ძალიან მოკლედ ვიტყვი და დრო ჩვენ ძალიან ცოტა გვაქვს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ღუმელს თავენ და შემდეგ ეძინებათ. ეს ზამთრის პერიოდში რა თქმა უნდა და ნახშირორჟანგი რომელიც ჩვენ გამოვისუნთქეთ, უკვე ჩვენ ჟანგბადი აღარ გაგვაჩნიათ ცუბუქ ავტომობილში. და ბოდიშ ჩავერთვები, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს მსგავს ვითარებას არაერთი რა თქმა უნდა. იმიტომ ტრაგიკული შედეგი მოყოლია. მაგალითი რომ ყველამ იცოდეს რომ თუ ჩვენ ვაპირებთ დასვენებას, დიდი შანსია რომ ჩაგვეძინოს, ამიტომ ყველა ფანჯარა უნდა ჩავწიოთ 2-3 სანტიმეტრზე და თუ მაინც და მაინც ჩავთავთ ღუმელს, აუცილებლად შიგნით უნდა დატრიალდეს ღუმელი, ჩვენ ვიცით, ღილაკი, რომელიც შიგნით და არა გარედან და რატომ? შეიძლება სხვა ავტომობილიც იდგეს და მისი გამონაბოლქვი შემოიტანოს გუნდოთვა ჩვენთან. ან შეიძლება ჩვენივე ავტომობილი ისე იდგეს, რომ ნიავი წამოვიდეს და დაუშვათ ჩვენივე გამონაბოლქვი შემოიტანოს. ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ შიგნით უნდა იტრიალოს. ღუმელის ესე იგი ცირკულაცია უნდა მოხდეს შიგნით, თუ მაინც და მაინც ჩავთავთ ძალიან დაბალზე და რაც თავარია ფანჯრები უნდა იყოს ჩამოწეული, რომ ჟანგბადი შემოვიდეს. ეს არის აი პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელსაც აუცილებლად ვითვალისწინებ ხოლმე იმ შემთხვევაში, თუ გრძელ გზაზე ვთქვათ 15 წუთიანი გამოძინება მინდა. და მქონია ესეთი შემთხვევები. ჩვენი ესე უსაფრთხო მგზავრობა ამ ჩვენ ჩამოვთვალეთ და პირიქით, თუ ჩვენ ამას არ დავიცავთ ამ ყველაფერს და ჩვენი მძღოლი იქნება დაუშვათ, ან ჩვენ ვიქნებით ახალბედა და დავოპირებთ გუდაუში წასვლას სიტყვაზე, ხო, პირველად ვზივართ და უცბად რაღაც მოყინულ გზაზე მივდივართ, როგორც ლაშამ თქვა, დღეს მაღალთიან რაიონში ყველგან თოვლია, ხო? ეს უკვე იმხელა საფრთხის შემცველია, რომ უკვე
წინასწარ ვიცით ხო, ვეშინია მეზობლებს, ახლობლებს რომ აი არ წავიდეს ადამიანი, იმიტომ რომ ეს ადამიანი არ არის გამოცდილი, ხო? ამის შემდეგ ავტომობილის, ესე იგი ჩვენ ვამზადებთ ავტომობილს, შრომგზას, ეს კიდე ცალკე თემა არის და ჩვენ არ გვეყოფა. ნაწილობრივ ვისაუბრეთ, რომ ის დამამახსოვდა, რომ 50 კილოგრამზე მეტი არ უნდა იყოს საბარგულში, დაბლიგარეში. მაგრამ როდესაც ჩვენ მოძრაობთ შორ მანძილზე, აუცილებლად უნდა ვიქონიოთ 1-2 ლიტრი დასალევი წყალი. აუცილებლად უნდა გქონდეს ჩვენ მობილური დამუხტული ბოლომდე და ძალიან ბევრი რამე არის, აფთიაქი და ასე შემდეგ. ეხლა ამას არ ჩამოვთვლი და რატომ? მაგალითად ლოგიკა. აუცილებლად უნდა გქონდეს ეს მაგ. იცი სხვა თემებზეც, ანუ სხვა დროისთვის კიდევ აუცილებლად, რა თქმა უნდა. რომ გქონდეს ეს საერთოდ არა აქვთ ხოლმე. მე არ მინახავს ამ დროს მე მახსოვს რომ ნამდვილად არ მინახავს ადამიანს. აუცილებლად უნდა გქონდეს, ჯობია რომ შეიძინოთ და გქონდეს. თქვენ თუ არ გამოგადგებათ, სხვას დაეხმარებით და სხვის ხანძარს ჩააკროთ. საჭიროებიშია. ეს ლაპარაკია მაღალმთიან რეგიონებზე და ხანძარი ჩდება ფაკო ყველგან შეიძლება ხანძარი გაჩნდეს, მოკლედ ჩართვა შეიძლება. მე აუცილებლად უნდა შევეხო, ავიცი, რაღაცა დრო უნდა გამომიყოთ ბავშვის ადგილი, ჩვენ გვაქვს ეხლა დრო და რეკლამის შემდეგ კიდევ ვისაუბრებთ ჩვენ, დიახ. რომ არ გამოვისწრეს მე. ესე იგი, ბავშვის უსაფრთხო ადგილი ავტომობილში, ამაზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. და თუ გნებავთ, ეხლა ვისაუბროთ, თუ გნებავთ. არა, მე ხა რახან კადრები მიდის ზუსტად ნისლზე. არა, ნისლი და წვიმიანი ამინდი, როდესაც რასთან მინდა პარალელი გავალო ბატონ ზურა, რომ ჩვენთან ხა თაკოსაც ვინც საჭესთან ხშირად ზის და ბევრნი ვართ ასეთები, მარტივი დაკვირვება უნდა იმას, რომ როდესაც ნიადაგი არის სველი, რატომღაც თბილისში არის კოლაფსი. იქნება კოლაფსი. მე არ ვიცი ეს რისგან არის გამოწვეული. შეიძლება გამოუცდელობიდან, შეიძლება ალბათ ზედმეტი სიფრთხილისგან და ასე შემდეგ. ჩვენ წინა შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რომ რატომ არის ახალ მოწვეულზე დაუშვათ, რომ არის ყინულის ეფექტი იქნება, იმიტომ რომ ატმოსფერული მტვერი, რომელიც ილექება იმ ფორებში, ასფალტი ხო არ არის იდეალურად სწორი. და ის ნავთობპროდუქტი, რომელიც ზოგიერთი ავტომობილიდან გამოიჟონება, ნუ არ ჩანს, იმიტომ რომ ძალიან წვეთებზეა საუბარი, მაგრამ ის გროვდება, ხო? წვიმიდან წვიმამდე. აი წვიმის დროს ის იზრდება და ეფექტი აქვს მოყინული გზის ეფექტი აქვს. შემდეგ რომ გადაინეცხება ეს ყველაფერი, შემდეგ სადღაც 30%-ით აკლდება. ანუ ჩვენ თუ გვაქვს 80% მოჭიდება და ის გაგიკვირდება და სულ ახალ ავტომობილს საბურავს, არ აქვს 100%-იანი მოჭიდება, იმიტომ რომ ჩვენ პროტექტორ, რა თქმა უნდა, პროტექტორს ხო ხედავთ, ჩინი პროტექტორი, სადაც არის, ის ჰაერშია, მთლიანად არ ეჭიდება. ახლა ბევრმა სპორტსმენმა იცის და მოყვარულმა რომ სლიკი რატომ არის საბოლოო ავტომობილზე უპროტექტორო საბურავი შრალისთვის, იმიტომ რომ მაქსიმალური მოჭიდება. ამას ჩვენ ვერ გავაკეთებთ საკუთარ ავტომობილზე, რადგან შეიძლება წამოვიდეთ თუნდაც წვიმა, ხო? ამიტომ ისი არის გაკეთებული საყოფაცხოვრებო საბურავი, რომ ასფალტზე იყოს სადღაც 80-85% მოჭიდება და როცა წვიმა წამოვა, წვიმის დროს უნდა ჩამოიწევს სადღაც 55-50%-მდე. ანუ მოჭიდება მაინც რჩება, მაგრამ იგივე ახლა თქვი გავაგზავნებ, სლიქს საერთოდ აღარ აქვს მოჭიდება წვიმაში და იმიტომ არ შეიძლება უპროტექტორო და დაბალი პროტექტორი, იმიტომ არ შეიძლება რომ გქონდეს ჩვენს ავტომობილს აკვაპლანირებაც რო არ მოხდეს წინაზეც ეს ვისაუბრეთ. რაც შეეხება მე მგონია გადავიდეთ ნისლზე. ნისლს საწინააღმდეგო მაშუქები აქვს თითქმის ყველა თანამედროვე ავტომობილს და ეს მაშუქები უნდა იყოს განთავსებული და ქარხანა ამას ითვალისწინებს 25 სანტიმეტრიდან სავალი ნაწილიდან 40 სანტიმეტრამდე და რატომ 40 სანტიმეტრზე ზევით აზრი არ აქვს ესე იგი კარგავს თავის ფუნქციას. რა თქმა უნდა და ქვევით არასდროს არ არის 40 სანტიმეტრზე ქვევით ნისლი არასდროს არ არის. შეგიძლიათ უბრალოდ ექსპერიმენტი ჩაატაროთ ნისლის ზოს უბრალოდ დაიხაროთ და ნახოთ ქვევით არის ჩვეულებრივი ანუ ნისლი არ არსებობს 40 სანტიმეტრზე და იქ უნდა იყოს ზუსტად ის მაშუქი და არის ხოლმე ამაზე საუბარი რომ ფერადი უნდა იყოს თუ არა. რა თქმა უნდა აქვს ამას ეფექტი, მაგრამ საერთოდ უნდა იყოს ესეთი არამკაფიო მაშუქი და არ უნდა იყოს შორს მაშუქი, უნდა იყოს ახლოს მაშუქი. და ამას აქვს სერიოზული ეფექტი. გამაგებინეთ ეს წითელი ტუჩ-საცხი ფარებზე მითია რეალობა, საერთოდ რას უკავშირდება, რა დატვირთვა აქვს ამ ყველაფერს? შეგვიძლია თუ არა რომ იგივე ქალბატონებმა პრაქტიკაში დაუნერგოთ რაში დაგმარება? თანამედროვე ავტომობილებს ეს არ სჭირდება, თუმცა ყოფილა ძველ დროს მაგალითად ახლო მაშუქებზე, ანუ მაშუქე ფარებს რო ეძახით, შუაზე ქვედა მხარე არის ახლო მაშუქის და იქ უსვამდნენ ხოლმე რომ ნამდვილად იძლეოდა რაღაც ეფექტს.
მითი არ არის. კი ბატონო, ეს ძალიან საინტერესოა. მე შეგნებულად აღნიშნე, რომ უბრალოდ არც მინახავს არჩევნებში ბატონ ზურა ეს ტურცაცხი თანამედროვე მანქანებს აღარ სჭირდება, მაგრამ ეს თქვენ რასაც ხაზი გაუსვათ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმიტომ რომ აი ეს ნისლის არ ვიცი რა ქვია, მოკლედ ჩუქები ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო ზურა, მოდი გავიდეთ რეკლამაზე, რეკლამის შემდეგ დავუბრუნდეთ ჩვენ დავუბრუნდეთ. ესეთი პრაქტიკული რჩევები აუცილებლად უნდა მივიღოთ. რეკლამის შემდეგ ვისაუბროთ ბავშვების თემაზე უკვე რაც უსაფრთხო იგივე წვიმის დროს როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ხო, ყველას აქტუალურია. რამდენიმე წუთში ისევ პირდაპირ ეთერში ვიქნებით და განვაგრძელოთ საუბარს ჩვენ სტუმართან ერთად. უბრალოდ ვინც ახლა შემოგვიერთთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, აქამდე ჩვენთან იყავით და რეკლამის დროსაც. ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, ვსაუბრობთ ავტოსაგზაო შემთხვევებზე და ზოგადად უსაფრთხოებაზე და ზურა აუცილებლად მინდა დავიწყოთ ჩვენი საუბარი უკვე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე, იმიტომ რომ ჩვენ თითოეულ ჩვენგანს გვინახავს მოდი ესე პირდაპირ ვიტყვი, არ შემეშინდება ამ სიტყვის უმსგავსო საქციელი მძღოლების მხრიდან, რომლებიც ბავშვებთან მიმართებაში ანხორციელებენ, თუნდაც იგივე ავტობანზე მნიშვნელობა არ აქვს და მათ შორის ქალაქშიც. ეთანხმები, უბრალოდ რა არის ამ ადამიანებმა არ იციან რა შედეგი შეიძლება დადგეს და ამიტომ, რა ვიცი, ჯობია რომ კონკრეტულად, როდესაც ბავშვი უზით საჭესთან, მაგალითად, კი, საჭესთან, კალთაში უზით, ფეხზე დგას ეს ბავშვი. და მე მინახია და გამიჩერებია ეს, მაგრამ ყოველთვის არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შეიძლება შემხედრი იყოს და უბრალოდ ვერანაირად, მაგრამ თუ საშუალება მქონია, ყოველთვის ამის სიგნალები ამ საუბარი მინიცია და მithქვია, რომ აი რას აკეთებს და ეხლა ზოგი ვერ იგებს ამას, იცით? ის რომ კანონი გძალავს აუშვათ პატარა ბავშვი 12 წლამდე წინ დაждდომას, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ეს კანონი ტყუილ არის მიღებული, რომ მას განმარტება სჭირდება და მე აგიხსენეთ ეხლა 12 წლამდე ბავშვი იმიტომ არ შეიძლება წინ რომ იჯდეს, იმიტომ რომ ღვედი არა ხარზე, არამედ ყელთან აქვს. და ის არის დაბალი, ხო? და როდესაც ძალიან პატარა ბავშვს ვსაუბრობთ და პატარა ბავშვი ან კალთაში უზის მშობელს აუშვათ გვერდით და ან კიდე საჭესთან ეს საერთოდ ჩემამდე არ დადის, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გაიხსნას აირბაგი, ანუ უსაფრთხოების ბალიში და არანაირი შანსი არ აქვს ბავშვს. იმიტომ რომ აი გამხდარი გოგონა მინახია მე როდესაც აირბაგმა ისე დააზიანა, რომ გონება დაკარგა. და წარმოიდგინეთ 2-3 წლის ბავშვს რა მოუვა, ხო? ნუ კიდევ გეუბნებით, რომ არანაირი შანსი არ არის. ახლა მეორე მომენტი არის, რომ ბავშვი კალთაში უზის და უშავს დედას და არის დამული თვითონ ღვედით. ან არ არის დამული, ამაზეც გქონია ჩვენ, რომ აი თუ დამულია რა მოხდა, არა. ამ შემთხვევაში რა რისკები არსებობს, ზურა? აი რა რისკი არის და თუ ის დაცულია მშობელი, დამული აღარ დამაგრებული არის ღვედით, მაგრამ ბავშვი აუცილებლად გაუვარდება ხელიდან ავტოსაგზაო შემთხვევაში, გააჩინა რა სიჩქარით ეჯახება, ანუ როგორ არის შენელება სხვა რამე, დაჯახება სხვა რამე. შეიძლება ირიბად დაეჯახოს, შეიძლება პირდაპირ დაეჯახოს, ხო? 1000-ნაირი ავარია არსებობს. 60 კმ მიმოვალი ავტომობილი, როდესაც რაღაცას ეჯახება, იგივე დარტყმას იღებს ადამიანი, როგორც მეხუთე სართულიდან რო ჩამოვარდეს. ეს ხო, ნუ ესია დამტკიცებულია, უბრალოდ ამ ნამდვილად ესია. მithumetes რომ ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს, ხო? არიციან, ლაშა. ამათ მაგრამ იცოდნენ, მშობელი როგორ გააკეთებს, როგორ გარისკას, იმიტომ რომ აირბაგი შეიძლება ნებისმიერ დროს გაიხსნას, შეიძლება მოკლედ ჩართვა მოხდეს. ხო, ვინახია რომ ცეცხლი წაიღიდა ავტომობილს, რა თქმა უნდა. შეიძლება ვიღაცა აი, კი ორობეში დადიხართ სადღაც, მაგრამ ვიღაცა გამოვიდა პატარაზე მოგეჯახა და კაფსულა всё მორჩა. გაიხსნა აირბაგი და თქვენ რაფის ვეღარ გააკეთებთ. ამიტომ ეს ნამდვილად უმსგავსოება არის, უბრალოდ ვიცი რომ მათმა არ იციან და დღეიდან უკვე ეცოდინებათ რომ ამის გაკეთება მე ვფიქრობ რომ ამ რეკომენდაციების შემდეგ და მაგალითების შემდეგ შეუძლებელია რომ ვინმე თქვათ არ გაითვალისწინოს ეს ერთგვარი წესი. გადასცემს რა თქმა უნდა. ალბათ კითხვა ისმება, ამას რა ვქნათ, საწავულყონოთ ბავშვია რა და ვიცით ჩვენ რომ სავარძელში უნდა იყოს აუცილებლად ბავშვი, სპეციალ გააჩინა წლოვანებას, ხო? სხვადასხვა სავარძლები არის. სად არის უსაფრთხო ადგილი? ყველაზე უსაფრთხო ადგილი არის ავტომობილის უკანა შუა ადგილას. ყველაზე დაცული არის ყველა მხრიდან, გვერდიდან, დარტყმიდან, წინიდან. მაგრამ ყველა ავტომობილში ვერ დავამონტაჟებთ, არ ხდება ყველა ავტომობილში. ამიტომ უკანა მარჯვენა მხარეს არის ყველაზე უსაფრთხო ჩვენ პირობებში და ხა იაპონიაში, ინგლისში და რა თქმა იქ პირიქით უკანა მაგრამ თუ ჩვენ მარტო ვართ ავტომობილში და ბავშვი მიყვავს სადღაც მაშინ რა ვქნათ უკან თუ არის ბავშვი და ის არის 2-3 წლის და რაღაცა გადაცდა როგორ მოვიქცეთ სანამ ჩვენ გავაჩერებთ სანამ ჩვენ გადავალ და მივალ და ან რაღაცას მოვიმოქმედებთ ეს ამორიცხული ამიტომ რა ხდება ჩვენ წინ უნდა დავამონტაჟოთ ეს რა ქვია სავარძელი როგორც შემოbrunებული რომ ჩვენ ვიზუალურად უნდა უყუროთ ბავშვს
იმიტომ რომ სარკიდან ყურება ისე ყოველწუთას არ გამოვა და როდესაც რამდენიმე გრადუსით ვიხრები და უყურებთ ეს უფრო უსაფრთხოარი ჩვენ წინ ანუ ჩვენს გვერდით არის საუბარი. წინა სავარდელზე უღოთ შემოbrunებული რომ ბავშვი დაცული არის მაქსიმალურად და უსაფრთხოარი თუ რამე იძლევა ამის საშუალებას. ყველა ქვეყანაში არის ესეთი რამე რომ თუ მარტო ხართ თქვენ და გვერდზე არავინ არ უზის ბავშვს მაშინ ეს არის გამოსავალი და მარცხენა საჭიანი ავტომობილების მძღოლებმა რა უნდა გაითვალისწინოს პირიქით არის ხო წესები ასე ვთქვათ გათვალისწინებული. ეს არის რჩევა რომელიც რა თქმა უნდა ბავშვს დაიცავს იმ რაღაც მომენტისგან თუ ის ცუდად გახდა. მე ბატონზურა მე ეხლა თქვენ რას თქვით გადაცდენასთან დაკავშირებით, აკო მე რა ვიცი შეიძლება მე სხვანაირად უყურებ, მაგრამ მე ვფიქრობ რომ არანაირი აუცილებლობა არ არსებობს იმისა რომ ბავშვმა მაინდა-მაინც კამფეტი ჭამოს მაგალითად სწავლობის დროს ან საკვები დაგეთანხმები, მაგრამ არის მომენტი რომ შეიძლება ის კამფეტი წინა მგზავრობის დროს სადღაც ჩაუვარდა ვერ გააკონტროლებს და იპოვა ბავშვმა და ამოიღო. ნუ ბუნებრივად ისიც უნდა აღვნიშნოთ რომ ყველა ბავშვის ხასიათი განსხვავებული იგივე მშობელთან ურთიერთობის დროს, ხო? მე მინდა რომ სხვა საკითხებსაც შევეხოთ, მით უმეტეს სეზონურ რჩევებზე ვსაუბრობთ. აი იგივე მაგალითად თუ თქვათ გზაზე არის წყლის გუბე ან გარკვეული ტიპის ბარიერი არ აქვს მნიშვნელობა, ხშირ შემთხვევაში ზურა ვერ ვასწრებთ ხოლმე მანევრს. ან იგივე სხვა ზოლში გადასვლა. საინტერესოა აი ამ დროს როგორია რეკომენდაცია. ჩვენ ვისაუბრეთ წინა შეხვედრაზე აკვაპლანირებაზე, დიდი სიჩქარით 80 კილომეტრის ზევით თუ ჩვენ ჩვეულებრივი ავტომობილით მოძრაობთ, ანუ ქარხნული ავტომობილი და ყველაფერი არის ისე ზომებით საბურავის და ყველაფერი არის ქარხნულად. ამა ეს კიდე ცალკე თემა არის, რატო არ შეიძლება ამ საბურავის ზომების შეცვლა. ამაზე ამ წუთას ვერ ვისაუბრებთ. ჩვენ რა შვებით 80 კილომეტრის ზევით ყველა ვარიანტში ხვდებით აკვაპლანირებაში გააჩნია გუბის ზომას. და ჩვენ თუ ვერ ვარსწრებთ ჩვენ ზოლის შეცვლას, ამ დროს რას ვაკეთებთ? გუბემდე ვანელებთ ჩვენ მოძრაობას გუბემდე. და როდესაც გუბესთან მივალთ, ჩვენ აბსოლუტურად არაფერს არ ვაკეთებთ. არც საჭის, ანუ არანაირი მანევრი, არანაირი დამუხრუჭება, არანაირი გაზი აქსელერაცია. უნდა გავიაროთ, ეს არის ყველაზე უსაფრთხო მომენტი, რომ ყოველგვარი მანევრის გარეშე გავიაროთ, იქნებ როგორმე ეს გუბე. თუ ჩვენ ან აქსელერატორს მუხრუჭის გარეშე არავით არის მუხრუჭი არ შეიძლება. ახლა მოყინულზე ჩვენ ვილაპარაკეთ, ხო? ანუ იძახიან რომ მუხრუჭი არ, როგორ არ შეიძლება? მკვეთრი მუხრუჭი არ შეიძლება. აქ არანაირი მუხრუჭი არ შეიძლება. უნდა გავიაროთ იმ ინერციით, როგორც მიდოთ, თუმცა მანამდე უნდა შევანელოთ, რომ სიჩქარე დავაგდოთ. იქნებ როგორმე ცოტა ნაკლებით გავიაროთ, რომ არ მანქანას რას? მან თვითონ მანქანას, იმიტომ რომ ხშირად ვიქცევი ხოლმე ასე. არა, ავტომობილის დაზიანება, ესე პირდაპირ დაცული არის მაქსიმალურად ავტომობილი, გააჩნია რამხელა წყალში გაივლით, ეხლა თუ ისე წყალში გაივლით, შეიძლება იქ ჰიდროდარტყმას მიიღოს რა. ბუნებრივია ამ მასშტაბებზე არ არის საუბარი. უბრალოდ რა არის, იცით, როდესაც ჩვენ ზამთარში მოძრაობთ და არის ტექნიკური მარილი არის დაყრილი, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლებ გუბეში და ნაკლების ჩქარით გავიაროთ, იმიტომ რომ ის ყველგან ხვდება, მე უფრო კარგად ხვდება ის მარილები, რომელიც გვიჭამს თუნუქს. და ეს ვიძახიან, აი რაღაც დაჟანგდა და რაღაცა, აი ეს რო არ მოხდეს და აქვე ახლა ამას შევეხეთ, გეტყვით, გაზაფხულზე როდესაც უკვე ეს მოყინული გზები და ყველაფერი ჩაივლის, აი კარგად უნდა გამოირეცხოს ავტომობილი ქვევიდან, გაირეცხოს, რომ ეს მარილია, ტექნიკური მარილები ყველაფერი გამოირეცხოთ, თუ მიყვარს ავტომობილის მოვლა. შემდეგი კითხვა. კარგი. ყინულთან დაკავშირებით და დავამთავროთ ამით სამწუხაროდ უნდა დავამთავროთ, მოყინული გზაა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები არის უამრავი. ცალკე. კი ბატონო. მოყინული გზაზე ჩვენ ვისაუბრებთ კიდე ეს ამოწურავი თემაა, იმიტომ რომ ეხლა კაცშიც ხედავთ თქვენ რომ ავტომობილი აბსოლუტურად უმართავი არის, ხო? მოყინულ გზაზე და თოლში აბსოლუტურად სხვადასხვა საბურავი არის საჭირო. უბრალოდ რაშია საქმე? მოყინულზე, ზამთრის საბურავზე მონტაჟდება კიდე ეგრეთ წოდებულ შიბებს, რკინის დეტალები არის, რომელიც რა თქმა უნდა ეფექტური არის და მოყინულზე გადაადგილდებით უფრო კარგად, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ის არ ცურავს. უბრალოდ მოჭიდება მეტი აქვს. საერთოდ საინტერესოს არ ვიცი რატომ მაინდა-მაინც მარცხენა მხარეს თუ წაიღო მანქანა მარჯვნიდან რა მოქმედება როგორ ხდება ანუ საჭეს წაიღო მოყინულის დროს მოყინულ რასაზე კი გააჩნია წინა წამყვანია თქვენი უკანა წამყვანია თუ 4-ვე წამყვანი ამას აგვარ ორივე გვითხრა ორივე შემთხვევა ორი სამი რა ვიცი რა ფინცა როდესაც ჩვენ ავტომობილით გააჩნია სიჩქარეს და რახან ეს კითხვა დასვი აუცილებლად გეტყვი რომ ძალიან ბევრი ადამიანს ეშინია მოყინულ გზაზე 5 კილომეტრის სიჩქარით 3 კილომეტრის სიჩქარით მიდის და ესე იგი შეიძლება გული გაუსლეს ისე ნუ გეშინიათ
არაფერი არ მოგივათ 3 კილომეტრის ჩქარი თუ რაღაცას დაეჯახეთ. ნამდვილად არაფერი არ მოვა არც ავტომობილს და არც თქვენ. ამიტომ თქვენ უბრალოდ სიჩქარე არეგულირეთ და არ მიუშვათ ავტომობილი რომ მაღალი სიჩქარე განავითაროს, მე ძალიან ძნელია გაჩერება. რაც შეეხება თუ ავტომობილი მარცხნივ წავიდა, რა თქმა უნდა, საჭეს მარჯვნივ, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს იმდენად არ უნდა ავიღოთ, რომ მე მეორე მხარეს წავიდეს და ვეღარ ანუ კონტრასტერს უქვია ამ სპორტული. დაზურა მოკლედ თქვენ ხართ ამოუწურავი რესპონდენტი. არ ვიცი, ვერასდროს ვერ ვეტევით ხოლმე დროში, ვერასდროს ვერ ვსვამთ ხოლმე. ყველა კითხვას რომელიც გვაქვს ხოლმე თქვენს მიმართ და ეჭვმოქვს რომ ამისთვის უნდა შევხვდეთ კიდევ ერთხელ. არ გამოვა, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. ზურაბ ეჯაშვილი ავტოექსპერტი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, დაგემშვიდობებით.